ძალიან მომენატრეთ. მოკლედ ეხლა ვარ შილდერგასეზე და აქ გაიხსნა ერთ-ერთი აზიური მაღაზია. პირველად შემოვედი. ეხლა მივდივარ ფიტნესში, როგორც მათყობთ. აი რუქსაკი მიჭირავს და ძალიან მინდა რომ ეს მაღაზია გაჩვენოთ. ძალიან მომეწონა, რომ მართალია არ მაქვს ბევრი. ანაბელი ისევ ანდრიას დაუტოვე და ეხლა გაჩვენებ ცოტა რაღაცებს. მოკლედ შემოკარგებო, ეხლა გამოვედი აზიური მაღაზიიდან და რაღაცები ვიყიდე. კვირვასაკლია 5 წუთი DM-ში მინდოდა კიდე შესვლა, მაგრამ ალბათ ვერ მოვახერხებ. ძალიან მომენატრეთ ყველანი, მინდა გითხრათ. ერთ-ერთი ჩემი გამომწერია, მომდის ხოლმე შეტყობინებები ჩემი გამომწერებისგან და განსაკუთრებით მინდა გამოვარჩიო ლელა ახვლედიანი. ლელა, მოგესალმები. თუ უყურებ ამ ვიდეოს და მომწერა ძალიან დიდი სიყვარულით, რომ რატომ დაიკარგეო და უკვე იქიდან ძალიან დიდი სურვილი გამიჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ დრო არა მაქვს. ანაბელი საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს და ვერ ვახერხებ ვიდეოების ჩაწერას, მაგრამ იმდენად დიდი სიყვარულით მომწერა, მან კომენტარი დატოვა ჩემს ბოლო ვიდეოზე, რომ ისე სურვილი გამიჩნდა, რომ დაუბრუნებულიყავი და ძალიან მალე ჩამეწერა ვიდეო. მოკლედ, ესასმელი ვიყიდე ახლა აზიურ სუპერმარკეტში და ვნახოთ როგორი იქნება. ეს არის ვარდისფერი გუავის, გუავა, არ ვიცი რა ხილია, არ გამიგია და ზუსტად ასეთივე ლიჩის უყიდე ანდრეას. ვნახოთ როგორი იქნება. თქვენთან ერთად დავაგემოვნებ. რაღაც საოცარი სუნი აქვს, არ ვიცი ეს რა ხილია, ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ საოცარი სუნი ამოდის ბოთლიდან. რა გემრიელია და ძალიან ტკბილია. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი შაქარს არ შეიცავს. და ამხელის აი პატარ-პატარა ნაწილებია შიგნით ჩაყრილი. ძალიან გემრიელია. ეხლა როზმანში მაქვს რაღაც საყიდელი და უნდა შევიდე აქვეა. DM-ი უკვე დაკეტეს, ვერ მოვასწარი შესვლა. ესეც როზმანი. მოკლედ როზმანიც დაკეტილი დამხვდა არ შემიშვეს. აქ ასე იციან 805 დააკლდება
დადგებიან კარებში, ვინც იქ მუშაობს და აღარ უშვებენ კლიენტებს. დღეს მეგონა რომ როზმანი 9 საათამდე მუშაობდა, მაგრამ მითხეს პარასკევს და შაბათსო და დღეს არის 4 შაბათი. მოკლედ გამიცრუდა იმედები, მაგრამ არა უშავს. ახლა გამოვედით შემოკარგებო ფიტნესიდან, კარგად ვივარჯიშე. ბედნიერების ჰორმონებით ავივსე, თითქოს მეორედ დავიბადე, რაც ყოველთვის ვამბობ, რომ ძალიან მიყვარს ტრენინგში, ფიტნესის მერე აი გარეთ რო გამოდიხარ და ბედნიერების ჰორმონებით ივსები. რაღაცნაირად. მოკლედ შემომაღამდა, როგორც ხედავთ, მაგრამ მე გვიან წამოვედი სახლიდან, უკვე 8 იყო თითქმის დაწყებული და ანაბელს უკვე ძინავს ანდრიასმა როგორც მომწერა. შევეკითხე WhatsApp-ზე მივწერე ძინავს თუ არა თქო და ძინავს ანაბელს, რა თქმა უნდა, უკვე ასე გვიან. ეხლა მე მივდივარ მეტრომდე და წავალ სახლში. ვარ შილდერ გასცესე. კოლონში რამდენი ხანია ქალაქში აღარ ყოფილი. თუ დამეჯერებთ, გაჩვენებთ, ეს ადგილი ძალიან მიყვარს. და აქ არის მაიერშეს წიგნების მაღაზია და აქვეა ტიკემექსიც, ჩემი საყვარელი მაღაზია. და აქ არის ნოიმარქტის გალერეა, ანუ სავაჭრო ცენტრი. ძალიან დიდი სავაჭრო ცენტრია აქ და სხვადასხვაგვარი მაღაზიები, პრაიმარკიც არის, როგორც ხედავთ. მოკლედ შემოკარგებო, ეს წუთია რომ მოვედი სახლში, საკმაოდ დაღლილი ვარ, როგორც მიყურებთ, ნუ აქ ყოველთვის შუქის პრობლემაა ხოლმე საღამოს და ტელეფონში ძალიან ისე ჩანს ხოლმე დაბრული კადრი, მაგრამ რას ვიზამთ და ეხლა მინდა გაჩვენოთ თუ რა შევიძინე დღეს აზიურ მაღაზიაში. ერთი რაღაც გზაში შემომეჭამა, რადგან საკმაოდ მშიო და 1 საათი ვიბოდიალი აი ამ აზიურ მაღაზიაში და შემდეგ რაღაცა მომინდა სნეკის მაგვარი რომ მეყიდა და ვიყიდე კიდეც და გზაში ცოტა მივირთვი. და დანარჩენი ბევრი არაფერი მიყიდია, სადღაც 10 ევრომდე დავხარჯე და გაჩვენებთ ახლა და მომდევნო ვიდეოში დავაგემოვნებ, რაც ვიყიდე. და ალბათ კარგი ვიდეოს აზრი იქნება, თუ კი აზიურ სნეკებს დავაგემოვნებ. აბა რა სიტყვით დამიწერეთ კომენტარებში. საკმაოდ ძვირიანი აზიური მაღაზია, მინდა გითხრათ, ძალიან პატარა რაღაცებს, სულ 5 და 6 ევრო ეწერა და გერმანულ მაღაზიებში, რა თქმა უნდა, შედარებით უფრო სიაფია. აი ამ სნეკებთან დაკავშირებით, რადგან ეს ყველაფერი აზიიდან შემოაქვთ, რა თქმა უნდა, ახლა უფრო ბევრად ძვირი ეღირება, ვიდრე აქ, სადაც ადგილობრივ პროდუქციას აწარმოებს გერმანია და თვითონ გერმანიაში ვეყიდის, რა თქმა უნდა, საქართველოში ხო ძვირია გერმანული პროდუქტის სამმაგი ფასები აქვს ხოლმე, რო ჩამოვდივარ და ვხედავ მილკა შოკოლადი აქ რომ თქვათ 2 ევრო ღირს და საქართველოში 8 და 10 ლარი აწერია. ეს ჩემთვის ძალიან გადაჭარბებული ფასებია, მინდა გითხრათ. მოკლედ გაჩვენებთ ახლა, ბევრი არაფერია, 2-3 რაღაცაა და გაჩვენებთ. აი შემოკარგებო. აი ეს ჯანჯაფილის რაღაც ტკბილეულია მანგოსთან ერთად. არ გამიხსნია. და მინდა რომ ხვალ გავხსნა და ალბათ გადავიღებ ვიდეოს და თქვენთან ერთად დავაგემოვნებ. აი ეს იყო ყველის კრეკერი, ასე რომ ვთქვათ, რომელიც შემომეჭამა, მაგრამ რამოდენიმე ცალი კიდევ არის დარჩენილი. ძალიან თხელი ფირფიტებია შიგნით და აქვს ცოტა ყველის გემო. ძალიან ჯანსაღი რაღაცები, ეს ახლა ნამდვილად არ არის, მაგრამ რადგან გასინჯვა მინდოდა, ღირდა. აი ეს გამაგრილებელი სასმელი, როგორც წეღან გაჩვენეთ ვიდეოში, ეს არის ლიჩი. ნუ ლიჩი აქ იყიდება, ჩვეულებრივი ხილია, ცოტა ისეთი უხეში კანი აქვს, მოწითალო მოვარდისფრო და გასინჯული მაქვს. და შიგნით თეთრია და რაღაც სრიალა, ესეთი გარსი აქვს სამხილს. დიდი რაოდენობით წყალს შეიცავს. არ არის მაღალკალორიული ხილი, როგორც ვიცი, და ამ ლიჩიზია ეს გამაგრილებელი სასმელი დამზადებული, რომელიც ანდრიას წამოვუღე და ეს წეხა რაც მე გაჩვენეთ გუავას, ეს უნდა იყოს გუავა, ეს ხილი, არ ვიცი, არ ვცნობ. გუავას გამაგრილებელი სასმელი.
აი ეს ორიც არის და ეს არის ტაილანდური ბედნიერების ორცხობილა თავისი გზავნილით, აი წერილი დევს შიგნით როგორც ხედავთ. ხვალ დავაგემოვნებ და გაჩვენებთ აუცილებლად. აი სულ ეს იყო რაც შევიძინე და ამ ყველაფერში გადავიხად 8 ევრო და 54 ცენტი, როგორც ხედავთ. კი ბატონო. აი 30.07 დღეს არის 4-შაბათი 30 ივლისი. 8 ევრო და 54 დაჯდა ეს ყველაფერი. ძალიან საინტერესოდ გამოიყურება ჩემთვის ეს ყველაფერი. მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ მომეწონა აზიური სუპერმარკეტი. მე ძალიან მიყვარს რაღაც განსხვავებულის დათვალიერება, თუ გასინჯვა და ასე შემდეგ. და მოკლედ რა იყო დაწყებული, ბოიმარკზე ჩამოვედი და შილდერგასეზე არის ჩემი ფიტნესი და 1 მეტროს გაჩერებით ხოლმე ფეხით მივდივარო, გავიარო ფეხით და ესეც ცოტა როგორ გითხრათ, მოძრაობაში ჩამეთვალოს რა, რომ ფეხით ვიარო და სულ მეტროთი არ ვიარო. სხვათა შორის დღეს ჩემი ნაბიჯების თვლელი სამაჯური სახლში დამრჩა. ბატარეია იყო 60%-ზე ჩამოსული, ვიფიქრე დავტენი მეთქი და შემდეგ მივხვდი, რომ ქვემოთ რო ჩავედით, მე და ანდრეასი და ანაბელი ჩავიყვანეთ. ანდრეასმა ეტლით გაასეირნა ბავშვი და მე დავეშვიდობე ორივეს და წავედი ფიტნესში, რადგან უკვე საკმაოდ გვიანი იყო. საკმაოდ კარგი დღე იყო, მაგრამ დავიღალე. ძალიან ვიღლები. ვისაც პატარები გყავთ, ალბათ დამერწმუნებით, რომ პატარა ბავშვს ძალიან დიდი ყურადღება და ენერგია სჭირდება დღის განმავლობაში და მე მიკვირს უბრალოდ იმ ხალხის, ვისაც თუნდაც ერთი ბავშვი ყავს პატარა ბავშვები მყავს ამ შემთხვევაში მხედველობაში, რა თქმა უნდა. 1, 2 ან 3, რა ვიცი რამდენიც, 1-დან ზემოთ ბავშვები ყავთ პატარები და ყოველდღე ახერხებენ ვიდეოს ჩაწერას. აი მართლა ყოჩაღ ასეთ დედებს. მე ეს არ გამომდის, რა ვქნა ვაღიარებ. ცოდვა გამხელილი სჯობს, ხო იცი, თუმცა რამდენად ცოდვა ეს არ ვიცი. ნუ ცუდად არ გამიგოთ ახლა, მაგრამ ვინც YouTube-ზე ვიდეო უნდა დადოს ყოველდღე იძულებულია და ამ საქმეს დიდი ხანია უკვე აკეთებს და ძალიან მოსწონს. ან თანხა სჭირდება და ეს მისი სამუშაოა, მესმის, რომ რამდენი ბავშვიც არ უნდა ჰყავდეს, რატომღაც მან უნდა მოიცალოს ამ საქმისთვის, რომ სადღაც 20 წუთიანი ვიდეო მაინც ჩაწეროს დღის განმავლობაში. მაგრამ მე არ გამომდის, თან როგორც გითხარით, მე არ უნდა ჩავწერო ვიდეო. თუ მაქვს ამის ხალისი და განწყობა და გამომივა, მე ამას სიამოვნებით ვაკეთებ, მაგრამ თუ განწყობა არ არის და ენერგია არ მაქვს და მთლიანი ენერგია ჩემ ბავშვს მინდა რომ მოვახმარო და მე ამის მატერიალური გაჭირვება არ მაქვს და მე YouTube-დან 1 ცენტიც არ ამიღია დღემდე და ჩემთვის ოკეია. მე აქ თანხის გამოსამუშავებლად არა ვარ. მე ეს არაერთხელ გითხარით ჩემს გასულ ვიდეოებში. თუ კი იქნება რატომაც არა მომავალში, მაგრამ ამჟამად მე ამის ინტერესი უბრალოდ არ გამაჩნია, რადგან მე ვიცი, რომ ყოველდღე ვიდეოს დადებას მე ამ წუთში ბავშვთან ერთად ვერ შევძლებ. და უბრალოდ განწყობაც არ არის, რადგან დღის განმავლობაში დედა იმდენად იღლება ბავშვთან, რომ მე უკვე ვიდეოს გადაღება, როგორ გითხრათ, უკვე უბრალოდ არ შემიძლია. თუმცა ისიც მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრი ვიდეო მაქვს გადაღებული. ეხლა რომ ვნახულობ ხოლმე, ხან რა ვიცი, მაისის ვიდეოები და ასე შემდეგ, მაგრამ ვერ მოვახერხე მათი დამონტაჟება. და რა ვქნა, არ გამოვიდა ზოგი ვიდეოს დამონტაჟება დროის უქონლობის გამო და მოკლედ, რა ვიცი, ვნახოთ აწი როგორ გამომივა ეს ყველაფერი. მოდი ცოტა გამიგრძელდა სიტყვა, დღეს აქ დაგემშვიდობებით და მომავალ ვიდეომდე დროებით. წავალ მალე და დავიძინებ. ყველანი
ძალიან მიყვარხართ თქვენი მაკადროებით და მიხარია რომ მოვედი ისევ თქვენთან. მოკლედ მომდევნო ვიდეომდე ჩემო კარგებო ნახვამდის.